ტერმინატორი 2-ის შემთხვევაში, როგორც აღმოჩნდა, რუსებმა აქცენტი გააკეთეს ექსპორტზე და მის ბაზად აირჩიეს დაკონსერვებული T-72-ების შასი და კოშკურის ნაცვლად დაადგეს ტერმინატორის მოდული, სადაც არაფერი არ შეცვლილა ფაქტობრივად გარდა რაკეტების კონფიგურაციისა, ხოლო ეკიპაჟის შემცირების მიზნით, რა დროსაც რამკას შემთხვევაში ეს გახლავთ 5 მოსამსახურე, ტერმინატორ 2-ზე საერთოდ მოხსნეს ავტომატური ყუმბარსატყორცნები და ეკიპაჟის რაოდენობა ჩამოვიდა 3-ზე. თავდაპირველად ჯავშნის გამო იყო წუნი ამ მანქანაზე, სანამ შემდეგ არ დაიწყეს ახალი თაობის ერას მიმაგრება გვერდებზე და შემდეგ ცხაურასაც გაუკეთეს ძრავის განყოფილებას. 2020 წელს არმია 2020-ის შეერაღებსა და ტექნიკის ფორუმის ფარგლებში რუსებმა წარმოადგინეს ტერმინატორ 2-ის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელსაც ავტომატური ყუმბარსატყორცნები კვლავ დამატებული ჰქონდა გვერდებზე, თუმცა ეს არ არის ის საბრძოლო მანქანა, რომელიც უკრაინის ფრონტზე იქნა გაგზავნილი, არამედ ეს გახლავთ 2016 წელს იგივე ფორუმზე გამოფენილი მანქანის ნიმუში, რომელსაც 3-კაციანი ეკიპაჟი ყავს და რომელსაც არ გააჩნია დამატებითი დამცავი კომპლექტის ნაირსახეობა. უკვე დადასტურებულია ვიდეო კადრებით ერთი BMPT-ს განადგურება უკრაინაში, რომელიც სავარაუდოდ არტილერიის ცეცხლში უნდა იყოს მოყოლილი.